მინდა გიამბოთ ერთი ფრიად სამწუხარო, მაგრამ სახელოვანი ამბავი, რომელიც მოხდა 100 წლის წინათ, 1795 წელს. საქართველოს წინააღმდეგ სპარსეთის ჯარი ტრადიციულად სამხრეთიდან დაიძრა, რადგან აღა მაჰმად ხანს სურდა ერეკლეს თავს დასხმოდა. იგი თბილისის ახლოს დაბანაკდა 35,000 კაციანი არმიით. ერეკლემ კი ძლივსძლივობით მოასწრო 5,000 კაცის მოგროვება. ამ მცირე ჯარში ერთი რაზმი იქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას. ეს რაზმი შედგებოდა მთლიანად გლეხობისგან და განირჩეოდა სხვა ჯარისგან. აშკარად მიხვდებოდით, რომ ისინი იყვნენ თავისუფალი მთის შვილები, არაგვისპირელნი, მთიულნი და ფშავ-ხევსურნი. ერეკლე მეფე მთელს საქართველოს ღმერთივით უყვარდა, მაგრამ იმოდენა სიყვარულს და თაყვანისცემას, რასაც მისდამი მთიულნი და ფშავ-ხევსურნი იჩენდნენ, ვერავინ დაიგვეხნიდა. მთელ ფშავ-ხევსურეთში და მთიულეთში ვერ მოძებნიდი ვაჟკაცს, რომელიც მზად არ ყოფილიყო თავის სიცოცხლე შეეწირა მეფე ერეკლესთვის. სწორედ ამიტომ მივიდა თუ არა ფშავ-ხევსურეთში ხმა, რომ სპარსეთის შაჰი აუარებელი ჯარით მოდის ერეკლეზეო, საუკეთესო ვაჟკაცნი აღიჭურნენ, ჩასხდნენ იარაღში თავით ფეხებამდე და გამოვიდნენ არაგვის ხეობაში. აქ მათ მიემატნენ არაგვისპირელნი და შედგა 300 კაციანი რაზმი, რომელიც საჩქაროდ ჩამოიჭრა თბილისში. მეფე ერეკლე მამობრივი გრძნობით მიეგება მთიდან ჩამოსულ რაზმს და ჩააყენა მოწინავე ჯარის შუაგულში, რომელსაც გზა უნდა შეეკრა მოახლოებულ სპარსელთათვის. არ მახსოვს, რომ რომელიმე ჩემი მტერი ასეთი გმირობით შემბრძოლებოდეს, უთქვამს შაჰს, რომელსაც დაუნახავს ქართველნი, რომელნიც მუსრს ავლებდნენ მის ჯარს. ქართველთა გამარჯვება ძნელი მოსალოდნელი იყო, რადგან მოწინააღმდეგეთა შორის სხვაობა უზარმაზარი გახდათ. მწუხარებით შეპყრობილი 80 წლის ერეკლე ძალით გაიყვანეს ქალაქიდან. აღა მაჰმად ხანმა დაიპყრო თბილისი, მაგრამ რა ბედი ეწიათ ჩვენი მთის გმირებს. მათ მტკიცედ და სავსებით აასრულეს თავიანთი ფიცი, არც ერთი მათგანი ცოცხლად არ ჩავარდნია მტერს ხელში. საოცარი თავგანწირვით იბრძოდნენ, ყოველი ნაბიჯის წინ გადადგომა მტერს ძალიან ძვირად დაუჯდა. ბევრი სპარსელი გამოასალმეს სიცოცხლეს და თვითონაც ზედ შეაგდნენ პირველიდან დაწყებული უკანასკნელამდე. დიახ, 300 ვაჟკაცი ერთი და იგივე გმირული სიკვდილით გამოესალმა წუთის სოფელს ბრძოლის ველზე. ზოგმა მათგანმა თავის სიცოცხლე მამულისათვის დილით დათმო სპარსეთის შაჰის პირისპირ. ზოგი დღისით შეაგდო მტერს, როცა იგი მოიწევდა თბილისისკენ. ხოლო დანარჩენებმა თავი დადეს ქვეყნისთვის თბილისის ქუჩებში მიმწუხრისას, სადაც უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ებრძოდნენ შემოსულ სპარსელებს. ვერც ერთი გადაურჩა სიკვდილს, არც ერთი არ შეიქმნა თბილისის აოხრების მოწმე. ამგვარი სიმამაცე და თავგანწირვა ქვეყნისთვის ართმულა და არ გაგონილა ქვეყანაზე. 300 არაგველი გახლავთ სიმბოლო ქართული ხასიათის უტეხელობისა, სიმამაცისა და სამშობლოს სიყვარულისა. როცა ბრძოლის ველზე გადიხარ და იცი, რომ იქ გარდაუვალი სიკვდილია, იცი, რომ ერთობის, ძმობისა და სიყვარულის სამსხვერპლოზე მიგაქვს შენი სიცოცხლე, შენ ირჩევ გზას, რომელსაც პირდაპირ ღმერთთან მიყავხარ, თავად ამ სიყვარულის წყაროსთან. მეგობრებო, იმისთვის რომ ჩვენმა პროექტმა განაგრძოს მუშაობა და განვითარება, გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა. დაეხმარეთ არხს განვითარებაში და შეიტანეთ თქვენი წვლილი საქართველოს ისტორიის გავრცელებაში. დონაციის ბმული იხილეთ კომენტარებში.